ემოცია, ემპათია და ნულოვანი ცნობიერება. ემოცია აღმოცენებული ტალღებია, რომელიც ტვინის ინტერპრეტაციებთან მიმართებაში პირდაპირ პროპორციულად ვლინდება. არ წარმოადგენს ობიექტურ რეალობას. თანამედროვე ადამიანის გონების შესაძლო პროგნოზები, ანუ ინტერპრეტაციები, მის ბავშვობაშივეა ფორმირებული. უფრო ვიტყოდი, მოდელირებული, ზოგადად სოციალურ აღქმაზე მორგებული და აქ უკვე უმრავლესობის სუბიექტური რეალობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. გამოდის, ემპათია არ ნიშნავს ადამიანების ემოციების პირდაპირ აღქმას. ეს ტვინის მიერ შექმნილი სიმულაციაა, რომელიც უზრუნველყოფს გრძნობების ფილტრს, გაშიფრვას. ემოციური ენა, სევდა, სიხარული, მრისხანება. ეს სახელები კოლექტიურად მიღებული ეტიკეტებია. თითოეული ადამიანი სხვადასხვაგვარად განიცდის, მაგრამ ერთსა და იმავე სიტყვებს ვიყენებთ კომუნიკაციისთვის. ასე ენა ხდება ინსტრუმენტი, თუმცა შესაძლოა არ ასახავდეს შინაგან რეალობას. როდესაც ცნობიერება სუფთაა, გული მშვიდი. ტვინი აღარ ქმნის პროგნოზებს, ილუზიებსა და ემოციებს. ამ სიცარიელეში ჩნდება რეალობის ნამდვილი დინება, სადაც აღარ არის მე მინდა, ან ჩემი მიზანია, არამედ მხოლოდ ასე უნდა იყოს. ეს მდგომარეობა ემოციების მიღმა ყოფნაა, სიცარიელე, რომელიც ქმნის ყოველს. სწორედ ამ წერტილში იბადება ნამდვილი თავისუფალი ნება და არსებობს მარადიულად. აღქმა, განცდა და ყოფნა ერთიანდება, რჩება მხოლოდ ის, რაც თავისთავადია. ეს ყველაფერი არის სრული სისულელე, მეგობრებო, და არ დაიჯეროთ. თუ ასე მოიქცევით, დამიჯერეთ ეშმაკის ხახაში აღმოჩნდებით. მხოლოდ ქრისტეს და უფალს მოუხმეთ. მეტი თქვენ ვერაფერი ვერ გაცხონებთ და ვერაფერი ვერ გიშველებთ. ტვინს ნუ არ ევინებთ გონება ჩლუნგ ადამიანებს.